ბოლო წუთამდე ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, ამბობს 97 წლის ვასილი კრავჩენკო, ნესტორ ლაკობას ყოფილი პირადი მძღოლი, ხელები დღესაც უცახცახებს 80 წლის შემდეგ. როცა ის მანდარინების ვაგონებს ითვლიდა სუხუმის სადგურზე, მე ვიცოდი, რომ ეს არ იყო მხოლოდ ციტრუსი. ხუთების ფსკერში იყო ოქრო, ბრილიანტები, ანტიკვარული ნივთები. ყველაფერი, რაც კრემლის ელიტას სჭირდებოდა. ლაკობა არ იყო უბრალოდ პარტიის მდივანი. ის იყო მეფე. მეფე, რომელსაც საკუთარი იმპერია ჰქონდა აფხაზეთში. რას იცოდა ეს ადამიანი, რასაც ჩვენ არ ვიცით? რატომ ინახავდა ლაკობა ოქროს მანდარინების ყუთებში? და რატომ მოკლეს იგი ზუსტად იმ დღეს, როცა მოსკოვში უნდა გაეტანა ყველაზე დიდი ტვირთი? ამ საღამოს სამი ყოფილი თანამშრომელი, რომლებიც ლაკობას შინაგან წრეში იყვნენ, პირველად საუბრობენ იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ინახავდნენ. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, რომ იცით აფხაზეთის ყველაზე ძლიერი ადამიანის შესახებ. 1925 წელს, როცა ნესტორ ლაკობა გახდა აფხაზეთის პარტიული ორგანიზაციის მდივანი, მას 30 წელი ჰქონდა. ახალგაზრდა, ენერგიული, ჭკვიანი. მაგრამ ის, რაც მოხდა შემდეგ 10 წლის განმავლობაში, აღემატებოდა ყველა წარმოდგენას. როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა, რომელიც ოფიციალურად იღებდა 150 რუბლს თვეში, შეექმნა ქონება, რომელიც დღევანდელ ფასებში აფასებენ $200 მილიონად. როგორ შეძლო მან აფხაზეთი გადაექცია პირად ფეოდად, სადაც მისი სიტყვა იყო კანონი. და რატომ ინახავდა სტალინი პირადად მის ფოტოს თავის სამუშაო მაგიდაზე? ვასილი კრავჩენკო იხსენებს პირველ დღეს, როცა დაიწყო მუშაობა ლაკობასთან. 1927 წლის იანვარი იყო. თოვლი მოდიოდა, რაც სუხუმისთვის იშვიათობა იყო. ლაკობამ მითხრა, ვასილი, შენ ხედავ ამ ქალაქს. 10 წლის შემდეგ ეს იქნება ყველაზე მდიდარი ადგილი საბჭოთა კავშირში. და მე ვიქნები ის, ვინც ამას გააკეთებს. მაშინ ვიფიქრე, რომ ის ოცნებობდა. მაგრამ ის არ ოცნებობდა. ის გეგმავდა. რას გეგმავდა ლაკობა? რა იყო ის გენიალური სქემა, რომელიც მას საშუალებას აძლევდა ერთდროულად ემსახურა კრემლს და ეგროვებინა უზარმაზარი ქონება? პასუხი იწყება მანდარინებით. 1927 წელს აფხაზეთში იყო დაახლოებით 2000 ჰექტარი მანდარინის ბაღები. 1935 წლისთვის ეს რიცხვი გაიზარდა 30,000 ჰექტარამდე. ოფიციალური სტატისტიკა ამბობდა, რომ აფხაზეთი აწარმოებდა 50,000 ტონა მანდარინს წელიწადში. მაგრამ ის, რაც რეალურად იწარმოებოდა, იყო ორჯერ მეტი. სად გაქრა დანარჩენი 50,000 ტონა? ვინ აკონტროლებდა ამ ჩრდილოვან მოსავალს? და რატომ არავინ არ ბედავდა ამის შესახებ კითხვას? ანა სოხაძე, რომელიც მუშაობდა სუხუმის სატრანსპორტო განყოფილებაში, იხსენებს, ყოველ კვირას ხუთშაბათობით მოდიოდა სპეციალური ვაგონები. არა ჩვეულებრივი სატვირთო ვაგონები, არამედ რეფრიჟერატორები, რომლებზეც არ იყო არანაირი ნიშანი. ჩვენ მათ ვუწოდებდით მოჩვენებებს, რადგან ისინი არ არსებობდნენ არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში. ლაკობას ადამიანები ავსებდნენ მათ ღამით. არავის ჰქონდა უფლება მიახლოებინა. ერთხელ ერთმა ახალგაზრდა მუშამ სცადა ყუთის გახსნა. მეორე დღეს იგი აღარ იყო სამსახურში. არავინ იცოდა, სად წავიდა. რა იყო იმ ყუთებში? რატომ იყო ეს ასეთი საიდუმლო? და სად მიდიოდნენ ეს მატარებლები? ოფიციალურად ყველა მანდარინი მიდიოდა მოსკოვში, სახელმწიფო მაღაზიებში. მაგრამ რეალურად მხოლოდ ნახევარი აღწევდა იქ. დანარჩენი ნახევარი ქრებოდა გზაში. ლაკობას ჰქონდა შეთანხმება რკინიგზის უფროსებთან, სადგურის უფროსებთან, ტრანსპორტის მინისტრის მოადგილესთან. ყველა იღებდა თავის წილს. მაგრამ ყველაზე დიდი წილი რჩებოდა ლაკობას. ის ყიდიდა მანდარინებს პირდაპირ კრემლის ელიტას, სამჯერ უფრო ძვირად, ვიდრე სახელმწიფო ფასი იყო. რატომ თანხმდებოდნენ ისინი ამაზე? რადგან ლაკობას მანდარინები არ იყო უბრალოდ ციტრუსი. გრიგოლ ბერიძე, რომელიც მუშაობდა ლაკობას პირად საწყობში, პირველად საუბრობს, ყოველ ყუთში ფსკერზე იყო სპეციალური ორმაგი ფსკერი. ზემოდან მანდარინები, ქვემოდან ის, რაც რეალურად აინტერესებდათ. ოქროს მონეტები ცარისტული რუსეთიდან, ბრილიანტები, რომლებიც მოდიოდა თურქეთიდან, სპარსული ხალიჩები, ძველი ხელნაწერები. ლაკობას ჰქონდა მთელი ქსელი, რომელიც აგროვებდა ამ ნივთებს კავკასიაში. ის იყო არა მხოლოდ პარტიის მდივანი. ის იყო უდიდესი კონტრაბანდისტი საბჭოთა კავშირში. როგორ შეძლო ლაკობამ ამის გაკეთება? ვინ იცავდა მას?
და რატომ არავინ არ აჩერებდა? პასუხი მარტივია, ლაკობა იცავდა თავად სტალინი. ისინი იცნობდნენ ერთმანეთს 1918 წლიდან, როცა ლაკობა იყო ახალგაზრდა რევოლუციონერი ბათუმში. სტალინი დაფასებდა მის ერთგულებას, მის ჭკუას, მის უნარს მოეგვარებინა პრობლემები. მაგრამ უფრო მეტად სტალინს სჭირდებოდა ლაკობას ქსელი. რადგან ლაკობა არ აწვდიდა მხოლოდ მანდარინებს და ანტიკვარიატს. ის აწვდიდა ინფორმაციას. ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ რას ფიქრობდა კავკასიაში, ვინ იყო ერთგული, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო საფრთხე. ლაკობას ჰქონდა თავისი აგენტები საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ კავკასიაში. ის იყო სტალინის თვალები და ყურები რეგიონში. მაგრამ ეს არ იყო ყველაფერი. ლაკობას ჰქონდა კიდევ ერთი საიდუმლო იარაღი, ის აკონტროლებდა თამბაქოს ბიზნესს. აფხაზეთში იზრდებოდა საუკეთესო თამბაქო საბჭოთა კავშირში. ოფიციალურად მთელი მოსავალი მიდიოდა სახელმწიფო ფაბრიკებში. მაგრამ რეალურად ლაკობას ჰქონდა საკუთარი ფარული ფაბრიკები, სადაც აწარმოებდნენ პრემიუმ სიგარეტებს. ეს სიგარეტები იყიდებოდა მხოლოდ ელიტისთვის, ფასად რომელიც იყო 10-ჯერ უფრო მაღალი ვიდრე ჩვეულებრივი. ვინ იყო მისი კლიენტები? პოლიტბიუროს წევრები, გენერლები, ჩეკისტები, დიპლომატები. ყველა, ვისაც ჰქონდა ძალაუფლება და ფული. ვასილი კრავჩენკო იხსენებს, ერთხელ 1929 წელს ლაკობამ მიბრძანა მიმეყვანა ოჩამჩირეში, ერთ პატარა სოფელში მთებში. იქ იყო შენობა, რომელიც გარედან ჰგავდა ჩვეულებრივ საწყობს. მაგრამ შიგნით იყო თამბაქოს ფაბრიკა, სადაც მუშაობდა 50 ადამიანი. ყველა მათგანი იყო ყრუმუნჯი. ლაკობამ მითხრა, ვასილი, ეს ადამიანები არასოდეს ილაპარაკებენ იმის შესახებ, რასაც აქ ხედავენ. რადგან ისინი ვერ ილაპარაკებენ. ეს არის სრულყოფილი სისტემა. როგორ შეძლო ლაკობამ ამის ორგანიზება? რამდენი ასეთი ფარული ფაბრიკა ჰქონდა? და რამდენს გამოიმუშავებდა ის ამ ბიზნესიდან? დოკუმენტები, რომლებიც აღმოჩნდა 1998 წელს, როცა გაიხსნა ნაწილი საიდუმლო არქივებისა, აჩვენებს, რომ ლაკობას ჰქონდა მინიმუმ 5 ასეთი ფაბრიკა. თითოეული აწარმოებდა დაახლოებით 2 მილიონ სიგარეტს წელიწადში. თუ ვთვლით, რომ ერთი სიგარეტი იყიდებოდა 1 რუბლად, ეს იყო 10 მილიონი რუბლი წელიწადში. დღევანდელ ფასებში ეს არის დაახლოებით 30 მილიონი დოლარი. მხოლოდ თამბაქოდან. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ერთი შემოსავლის წყარო. ლაკობას ჰქონდა აგრეთვე ჩაის პლანტაციები, ღვინის ქარხნები, თევზის საწარმოები, სატყეო ბიზნესი. ყველა ეს ბიზნესი ოფიციალურად ეკუთვნოდა სახელმწიფოს, მაგრამ რეალურად აკონტროლებდა ლაკობა. ის ჰყავდა ადამიანები ყველა საწარმოში, რომლებიც აწვდიდნენ მას ინფორმაციას და უზრუნველყოფდნენ, რომ ნაწილი პროდუქციისა გადის მის კონტროლს ქვეშ. ეს იყო გენიალური სისტემა, რომელიც მუშაობდა როგორც საათის მექანიზმი. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, თუ სად ინახავდა ლაკობა თავის ქონებას. ანა სოხაძე იხსენებს, 1930 წლის ზაფხულში ლაკობამ დაიწყო მშენებლობა ახალ აფონში, მთებში. ოფიციალურად ეს იყო სახელმწიფო დასასვენებელი სახლი პარტიის მუშაკებისთვის. მაგრამ ყველა მიცოდა, რომ ეს იყო ლაკობას პირადი რეზიდენცია. შენობა იყო უზარმაზარი 3 სართული 50 ოთახი, საკუთარი ელექტროსადგური, საკუთარი წყლის სისტემა. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რაც იყო შენობის ქვეშ. რა იყო იქ? რატომ იყო ეს ასეთი საიდუმლო? და ვინ იცოდა ამის შესახებ? გრიგოლ ბერიძე, რომელიც მონაწილეობდა მშენებლობაში, საუბრობს, ლაკობამ მოიყვანა სპეციალური მშენებლები თბილისიდან. ისინი არ იყვნენ ჩვეულებრივი მუშები. ისინი იყვნენ ინჟინრები, რომლებმაც იცოდნენ, როგორ აეშენებინათ ფარული ბუნკერები. შენობის ქვეშ 10 მეტრის სიღრმეზე ააშენეს 3 დიდი ოთახი. იქ იყო საკუთარი ვენტილაცია, საკუთარი წყლის მარაგი, საკუთარი გასასვლელი, რომელიც გადიოდა ტყეში. ამ ოთახებში ლაკობა ინახავდა თავის ქონებას. ოქროს, ბრილიანტებს, ანტიკვარიატს, ფულს. 1932 წლის ზაფხულში, როცა დავასრულეთ მშენებლობა, ლაკობამ მოიყვანა 10 ლარი სავსე-ყუთებით. ჩვენ დავტოვეთ ისინი იქ და დაგვიბრძანა, რომ არასოდეს ვილაპარაკოთ ამის შესახებ. 2 კვირის შემდეგ 5 მშენებელი, რომლებიც მუშაობდნენ ბუნკერზე, გაქრნენ. არავინ აღარ დაინახა ისინი. რატომ მოკლა ლაკობამ ეს ადამიანები? რას ფარავდა ის? და რამდენი ასეთი ფარული საწყობი ჰქონდა? დოკუმენტები მიუთითებს, რომ ლაკობას ჰქონდა მინიმუმ 4 ასეთი ადგილი აფხაზეთში.
ერთი ახალ აფონში, ერთი სუხუმში, მის პირად ვილაში, ერთი გუდაუთაში და ერთი გაგრაში. თითოეულ მათგანში ინახებოდა ნაწილი მისი ქონებისა. მაგრამ ყველაზე დიდი საწყობი იყო ახალ აფონში. იქ, ექსპერტების შეფასებით, ინახებოდა ქონება, რომლის ღირებულება იყო დაახლოებით 100 მილიონ რუბლს. დღევანდელ ფასებში ეს არის დაახლოებით 200 მილიონი დოლარი. მაგრამ ლაკობას ქონება არ იყო მხოლოდ ოქრო და ბრილიანტები. ის ჰქონდა აგრეთვე უძრავი ქონება. ოფიციალურად ლაკობას ეკუთვნოდა მხოლოდ ერთი სახლი სუხუმში. მაგრამ რეალურად მის სახელზე, მისი ოჯახის წევრების სახელებზე და მისი ნდობის პირების სახელებზე იყო რეგისტრირებული 30-ზე მეტი ობიექტი. ვილები გაგრაში, სახლები სუხუმში, დაჩები მთებში, მიწის ნაკვეთები ყველა რაიონში. ეს იყო იმპერია, რომელსაც ლაკობა აშენებდა 10 წლის განმავლობაში. ვასილი კრავჩენკო იხსენებს, ლაკობა იყო გენიოსი ორგანიზაციაში. ის არასოდეს იტოვებდა კვალს. ყველაფერი იყო გაკეთებული ისე, რომ არაფერი უკავშირდებოდა პირდაპირ მას. ის იყენებდა ადამიანებს, რომლებიც არ იცოდნენ ერთმანეთს. ის ინახავდა ინფორმაციას თავის თავში, არასოდეს არაფერს წერდა. ის იყო ჩრდილი, რომელიც აკონტროლებდა ყველაფერს, მაგრამ არავინ ვერ ხედავდა მას. როგორ შეძლო ლაკობამ ამის გაკეთება 10 წლის განმავლობაში? ვინ ეხმარებოდა მას? და რატომ არავინ არ აჩერებდა? პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ლაკობას ჰქონდა დაცვა ყველაზე მაღალ დონეზე. სტალინი პირადად აკონტროლებდა მის საქმიანობას და აძლევდა მას ბარათს ბლანშს. მაგრამ 1922 წლის ბოლოს რაღაც შეიცვალა. სტალინმა დაიწყო რეპრესიები საქართველოში. ბევრი ლაკობას მეგობარი და თანამშრომელი დააპატიმრეს. ლაკობა გრძნობდა, რომ საფრთხე უახლოვდებოდა. მაგრამ ის არ იცოდა, საიდან მოვიდოდა ეს საფრთხე. 1922 წლის დეკემბერში ლაკობა მიიწვიეს თბილისში, პარტიის პლენუმზე. ის წავიდა თავისი ოჯახით, რადგან ფიქრობდა, რომ ეს იქნებოდა ჩვეულებრივი შეხვედრა. მაგრამ ის არასოდეს დაბრუნდა სუხუმში. ოფიციალურად ლაკობა გარდაიცვალა გულის შეტევით თბილისში 29 დეკემბერს. მაგრამ ის, რაც რეალურად მოხდა, იყო სრულიად განსხვავებული. რა მოხდა იმ ღამეს თბილისში? ვინ მოკლა ლაკობა? და რატომ? ანა სოხაძე იხსენებს, როცა გავიგეთ ლაკობას სიკვდილის შესახებ, ყველა მიცოდა, რომ ეს არ იყო ბუნებრივი სიკვდილი. ლაკობა იყო ძლიერი, ჯანმრთელი კაცი. ის არასოდეს არ უჩივლია გულზე. მაგრამ არავინ არ ბედავდა ამის შესახებ, ხმამაღლა ელაპარაკა. რადგან ყველა მიცოდა, რომ ის, ვინც ელაპარაკებოდა, მომდევნო იქნებოდა. რა იყო ის, რაც ლაკობამ იცოდა და რაც მას სიცოცხლე დაუჯდა? რა საიდუმლოებები წაიღო ის თავისთან ერთად? და სად არის ახლა მისი ქონება, რომელიც ღირს 200 მილიონ დოლარს? გრიგოლ ბერიძე საუბრობს, ლაკობას სიკვდილის შემდეგ მეორე დღესვე სუხუმში ჩამოვიდნენ ადამიანები მოსკოვიდან. ისინი არ იყვნენ ჩვეულებრივი ჩეკისტები. ისინი იყვნენ სპეციალური ჯგუფი, რომელიც ეძებდა რაღაცას. ისინი გაჩხრიკეს ლაკობას ყველა სახლი, ყველა ოფისი, ყველა საწყობი. მაგრამ ისინი ვერაფერი იპოვეს. რადგან ლაკობამ იცოდა, რომ ეს მოხდებოდა. ის წინასწარ გადაიტანა თავისი ქონება. მაგრამ სად? ეს არის კითხვა, რომელზეც არავინ იცის პასუხი დღემდე. სად არის ლაკობას ქონება? ვინ იცის ამის შესახებ? და რატომ 80 წლის შემდეგ ეს კვლავ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო საბჭოთა კავშირის ისტორიაში? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ლაკობას ბოლო დღეებს და გავიგოთ, რა მოხდა რეალურად თბილისში 1922 წლის დეკემბერში. ვასილი კრავჩენკო იხსენებს, 25 დეკემბერს 4 დღით ადრე, ვიდრე ლაკობა წავიდოდა თბილისში, ის მიბრძანა მიმეყვანა ახალ აფონში. ჩვენ ჩავედით ღამით, რომ არავინ დაგვენახა. ლაკობა შევიდა შენობაში და დარჩა იქ 3 საათის განმავლობაში. როცა გამოვიდა, მას ჰქონდა ერთი პატარა ჩანთა. ის მითხრა, ვასილი, ეს არის ყველაფერი, რაც მჭირდება. დანარჩენი დარჩება აქ, სანამ არ დაუბრუნდები. მაგრამ ის არასოდეს დაბრუნდა. რა იყო იმ ჩანთაში? სად წაიღო ლაკობამ ის? და რატომ ფიქრობდა ის, რომ დაბრუნდებოდა? პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ლაკობა არ იცოდა, რომ მას კლავდნენ. ის ფიქრობდა, რომ ეს იქნებოდა ჩვეულებრივი შეხვედრა თბილისში. მაგრამ ვინმემ უკვე გადაწყვიტა მისი ბედი. ვინ იყო ეს ადამიანი?
რატომ გადაწყვიტა ის ლაკობას მოკლა? და რა როლი ითამაშა ამაში სტალინმა? ეს არის ის კითხვები, რომლებზეც ჩვენ უნდა ვიპოვოთ პასუხები შემდეგ ნაწილში. 1922 წლის 26 დეკემბერს, როცა ლაკობა ჩამოვიდა თბილისის სადგურზე, მას დახვდა არაჩვეულებრივი დელეგაცია, არამედ ლავრენტი ბერია პირადად. ეს იყო უჩვეულო. ბერია არასოდეს არ დადიოდა სადგურზე ვინმეს დასახვედრად. გრიგოლ ბერიძე, რომელიც იმყოფებოდა ლაკობას თანმხლებ პირებს შორის იხსენებს, როცა დავინახე ბერია, გავიგე, რომ რაღაც არ იყო რიგზე. ლაკობამ აგრეთვე შეამჩნია. მან მომხედა და მითხრა, გრიგოლ, თუ რამე მოხდება, შენ იცი სად უნდა წახვიდე. მაშინ არ გავიგე, რას გულისხმობდა. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ ის მეუბნებოდა ახალი აფონის შესახებ. რას გულისხმობდა ლაკობა? რა ინსტრუქციები ჰქონდა მას მიცემული თავის ადამიანებს? და რატომ ფიქრობდა ის, რომ რაღაც შეიძლებოდა მოხდეს? ბერიამ წაიყვანა ლაკობა პირდაპირ თავის რეზიდენციაში, არა სასტუმროში, როგორც იყო დაგეგმილი. ოფიციალურად ეს იყო საპატიო ჟესტი. მაგრამ რეალურად ეს იყო პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ ლაკობა იყოს იზოლირებული. ანა სოხაძე, რომელმაც ესაუბრა ერთ-ერთ მსახურს ბერიას სახლიდან იხსენებს, მსახურმა მითხრა, რომ ლაკობა და ბერია იჯდნენ კაბინეტში 5 საათის განმავლობაში. ისინი საუბრობდნენ ძალიან ხმამაღლა. ლაკობა ყვიროდა, რაც იყო უჩვეულო, რადგან ის ყოველთვის იყო მშვიდი და კონტროლირებული. ბერია აგრეთვე ყვიროდა. შემდეგ უეცრად ყველაფერი გაჩნდა. მსახურმა შეშინდა და წავიდა. მეორე დღეს ის აღარ მუშაობდა იქ. მას უგრძანეს წასულიყო თბილისიდან და არასოდეს ელაპარაკა იმის შესახებ, რაც იცოდა. რაზე ჩხუბობდნენ ლაკობა და ბერია? რა იყო ის, რაც ლაკობამ უარი თქვა გაეკეთებინა? და რატომ გადაწყვიტა ბერიამ, რომ ლაკობა უნდა მოკვდეს? პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ბერიას სჭირდებოდა ლაკობას ქსელი. ის სჭირდებოდა მისი კონტაქტები, მისი ბიზნესი, მისი ინფორმაცია. ბერია აშენებდა თავის იმპერიას საქართველოში და ლაკობა იყო დაბრკოლება. მაგრამ ბერიამ გააკეთა შეცდომა. ის ფიქრობდა, რომ ლაკობა შეშინდებოდა და დათანხმდებოდა. მაგრამ ლაკობა არ შეშინდა. ის უარი თქვა. და ეს იყო მისი სასიკვდილო განაჩენი. 27 დეკემბერს ლაკობა გაიღვიძა ბერიას სახლში და იგრძნო ცუდად. ოფიციალური ვერსიით მას ჰქონდა გულის შეტევა. მაგრამ ექიმები, რომლებმაც შეამოწმეს მისი სხეული მოგვიანებით, იპოვეს რაღაც სხვა. ვასილი კრავჩენკო იხსენებს, ერთმა ექიმმა, რომელიც იყო ლაკობას ნათესავი, მითხრა, რომ ლაკობას სხეულზე იყო კვალი ინექციისა. კისერზე, თმის ქვეშ, სადაც არავინ ვერ დაინახავდა. ეს ექიმმა ასევე იპოვა ნიშნები მოწამვლისა. მაგრამ როცა ის სცადა ამის შესახებ ოფიციალურად ელაპარაკა, მას უთხრეს, რომ თუ ის გააგრძელებდა, მისი მთელი ოჯახი დაიღუპებოდა. ამიტომ ის დუმდა. რა იყო იმ ინექციაში? ვინ გააკეთა ის? და რატომ არავინ არ გამოიძიებდა ამას? პასუხი მარტივია, რადგან ბრძანება მოდიოდა ყველაზე მაღალი დონიდან. სტალინმა იცოდა ლაკობას სიკვდილის შესახებ. ეს არის კითხვა, რომელზეც ისტორიკოსები კამათობენ დღემდე. ზოგიერთი ამბობს, რომ სტალინმა პირადად დაამტკიცა ეს ოპერაცია. სხვები ამბობენ, რომ ბერიამ მოახერხა ამის გაკეთება სტალინის ცოდნის გარეშე. მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, სტალინმა არ დასაჯა ბერია ლაკობას სიკვდილის შემდეგ. პირიქით, ის დაწინაურდა. ეს ნიშნავს, რომ სტალინი ან იცოდა და ეთანხმებოდა, ან არ აინტერესებდა. 29 დეკემბერს ლაკობას სხეული გადაიტანეს სოხუმში. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, რომ გამოესალმებინათ თავიანთ ლიდერს ბოლო გზაზე. მაგრამ ის, რაც მოხდა შემდეგ, იყო უფრო საინტერესო. გრიგოლ ბერიძე იხსენებს, დაკრძალვის შემდეგ იმავე ღამეს ჩამოვიდნენ ადამიანები მოსკოვიდან. ისინი არ იყვნენ ჩვეულებრივი ჩეკისტები. ისინი იყვნენ სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ერთი გენერალი. მათ ჰქონდათ სია ლაკობას ყველა ქონების. ისინი დაიწყეს ძებნა. მაგრამ ისინი ვერაფერი იპოვეს. რადგან ლაკობამ იცოდა, რომ ეს მოხდებოდა. ის წინასწარ გადაიტანა თავისი ქონება. სად გადაიტანა ლაკობამ თავისი ქონება? ვინ დაეხმარა მას ამაში? და სად არის ეს ქონება ახლა? პასუხის გასაცემად ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ იმ ჩანთას, რომელიც ლაკობამ წაიღო ახალი აფონიდან.
ვასილი კრავჩენკო იხსენებს, 1933 წლის იანვარში 2 კვირის შემდეგ ლაკობას დაკრძალვის შემდეგ მე მივიღე წერილი. არ იყო ხელმოწერა, არ იყო გამომგზავნის მისამართი. მაგრამ მე ვიცოდი ვისგან იყო. წერილში იყო ერთი წინადადება, გახსოვს რაც გითხარი სადგურზე. ახლა დროა. მე წავედი ახალ აფონში. შენობა იყო დალუქული, მაგრამ მე ვიცოდი, სად იყო ფარული შესასვლელი. ჩავედი ბუნკერში. ის იყო ცარიელი. ყველა ყუთი, ყველა ლარი, ყველაფერი გაქრა. მაგრამ იქ იყო ერთი პატარა ჩანთა დამალული კუთხეში. ის იყო ის ჩანთა, რომელიც ლაკობამ წაიღო თბილისში. რა იყო იმ ჩანთაში? რატომ დატოვა ლაკობამ ის იქ? და რას ნიშნავდა ეს? გრიგოლ ბერიძე გააგრძელებს, ჩანთაში იყო დოკუმენტები. არა ჩვეულებრივი დოკუმენტები, არამედ რუკები, კოდები, მისამართები. ლაკობამ შექმნა სრული რუკა თავისი ქონების ადგილმდებარეობის. მაგრამ ეს რუკა იყო დაშიფრული. ის იყენებდა სპეციალურ კოდს, რომელსაც მხოლოდ ის იცოდა. ჩანთაში იყო აგრეთვე წერილი. წერილი მის ვაჟს რაულს. წერილში ლაკობა წერდა, რაულ, თუ კითხულობ ამას, ეს ნიშნავს, რომ მე აღარ ვარ. ყველაფერი, რაც შევქმენი, არის შენი. მაგრამ შენ უნდა იყო ფრთხილი. არავის ენდო. არავის უთხრა. დაელოდეს სწორ დროს. და როცა ეს დრო მოვა, შენ იცოდე რა უნდა გააკეთო. რა იყო ის სწორი დრო? როდის უნდა გამოეყენებინა რაულისთვის ეს ინფორმაცია? და გამოიყენა თუ არა მან ის? პასუხი არის დიახ. მაგრამ არა ისე, როგორც ლაკობა ფიქრობდა. რაული ლაკობა ნესტორის ვაჟი იყო 21 წლის, როცა მოკლეს მისი მამა. ის იყო ახალგაზრდა, ამბიციური, ჭკვიანი. მაგრამ ის აგრეთვე იყო შეშინებული. ანა სოხაძე იხსენებს, რაული გაქრა 2 თვის განმავლობაში ლაკობას სიკვდილის შემდეგ. არავინ იცოდა, სად იყო. შემდეგ უეცრად ის გამოჩნდა მოსკოვში. ის მუშაობდა ერთ სამინისტროში, ჩვეულებრივ თანამშრომლად. ის იცხოვრებდა მოკრძალებულად, არ ესაუბრებოდა თავის მამას, არ ცდილობდა დაებრუნებინა ქონება. ის იყო როგორც ჩრდილი. მაგრამ ის ელოდა. რას ელოდა რაული? როდის გადაწყვიტა მან გამოეყენებინა მამის ინფორმაცია? და რა მოხდა შემდეგ? პასუხი მოვიდა 1955 წელს, როცა დასრულდა მეორე მსოფლიო ომი. რაული ლაკობა იყო უკვე 42 წლის. ის იყო წარმატებული ბიუროკრატი მოსკოვში, ჰქონდა კარგი კავშირები, ჰქონდა ძალაუფლება. მაგრამ ის არასოდეს არ დაივიწყა მამის მემკვიდრეობა. ვასილი კრავჩენკო იხსენებს, 1955 წლის ზაფხულში რაულმა გამომიგზავნა წერილი. ის მითხოვდა, რომ შევხვედროდ იმას სუხუმში. როცა შევხვდი, ის მითხრა, ვასილი, დროა. მე მჭირდება შენი დახმარება. ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ახალ აფონს და ავიღოთ ის, რაც ჩემი მამა დატოვა. რატომ გადაწყვიტა რაულმა ამის გაკეთება ზუსტად 1955 წელს? რა შეიცვალა? და რა იპოვა ის ახალ აფონში? გრიგოლ ბერიძე, რომელიც აგრეთვე იყო იმ ექსპედიციაში, იხსენებს, ჩვენ ჩავედით ახალ აფონში ღამით, ისევე როგორც ლაკობა აკეთებდა. შენობა იყო დაზიანებული ომის დროს, მაგრამ ბუნკერი იყო ხელუხლებელი. ჩვენ გავხსენით ფარული შესასვლელი და ჩავედით ქვემოთ. რაული ჰქონდა რუკა, რომელიც მამამ დატოვა. ის იცოდა ზუსტად, სად უნდა ეძებნა. ჩვენ ვიპოვეთ ფარული ოთახი, რომელიც იყო დამალული ბუნკერის კედლის უკან. იქ იყო 10 ლარი, სავსე ოქროთი, ბრილიანტებით, ანტიკვარიატით. ეს იყო მხოლოდ ნაწილი ლაკობას ქონებისა, მაგრამ ეს იყო საკმარისი, რომ რაული გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი საბჭოთა კავშირში. რა გააკეთა რაულმა ამ ქონებით? როგორ გამოიყენა ის? და რატომ არავინ არ შეამჩნია, რომ ის უეცრად გახდა მდიდარი? პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ რაული იყო ჭკვიანი, ისევე როგორც მისი მამა. ის არ გამოიყენა ქონება ერთბაშად. ის გააკეთა ის თანდათანობით, წლების განმავლობაში. ანა სოხაძე იხსენებს, რაული დაიწყო ბიზნესი 1955 წლის შემდეგ. ოფიციალურად ის იყო სახელმწიფო მოხელე. მაგრამ რეალურად ის ჰქონდა საკუთარი ქსელი, რომელიც აკონტროლებდა სხვადასხვა ბიზნესს. ის იყენებდა მამის კონტაქტებს, მამის მეთოდებს, მამის გამოცდილებას. ის იყო ახალი ლაკობა, მაგრამ უფრო ფრთხილი, უფრო ჭკვიანი, უფრო ძლიერი.
როგორ შეძლო რაულმა ამის გაკეთება? ვინ ეხმარებოდა მას? და რამდენი ქონება შეაგროვა ის თავისი ცხოვრების განმავლობაში? დოკუმენტები, რომლებიც აღმოჩნდა 1990 წლების დასაწყისში, აჩვენებს, რომ რაული ლაკობა იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი საბჭოთა ელიტაში. ის ჰქონდა კავშირები პოლიტბიუროში, კეგ-ში, სამხედრო ხელმძღვანელობაში. ის აკონტროლებდა ბიზნესს სხვადასხვა სფეროში: ტრანსპორტი, მშენებლობა, ვაჭრობა, ტურიზმი. ის იყო ჩრდილოვანი მეფე, ისევე როგორც მისი მამა. მაგრამ განსხვავებით მამისგან, რაული იცოდა, როგორ გადარჩენილიყო. ვასილი კრავჩენკო იხსენებს, რაული მოკვდა 1992 წელს, 69 წლის ასაკში. ის იყო მდიდარი, ძლიერი, პატივსაცემი. მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ მისი ქონება გაქრა. მისმა შვილებმა ვერაფერი იპოვეს. არც ბანკში, არც უძრავ ქონებაში, არც ბიზნესში. ყველაფერი გაქრა, ისევე როგორც ლაკობას ქონება გაქრა 1922 წელს. ეს იყო ოჯახური ტრადიცია, შექმენი იმპერია და მალე ქონება წაიღეს საიდუმლოებების საფლავში. სად არის რაულის ქონება? ვინ იცის ამის შესახებ? და არსებობს თუ არა კიდევ ფარული საწყობები, სადაც ინახება ლაკობების ქონება? ეს არის კითხვები, რომლებზეც არავინ იცის პასუხი დღემდე. მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, ლაკობების ისტორია არ დასრულებულა. ის გრძელდება დღემდე ჩრდილებში, საიდუმლოებებში, ფარულ საწყობებში. და შესაძლოა ერთ დღეს ვინმე იპოვის ამ საიდუმლოებების გასაღებს და გაიგებს სიმართლე იმის შესახებ, თუ რა მოხდა რეალურად აფხაზეთის მეფესთან და მის იმპერიასთან. მაგრამ ლაკობას ისტორია არ არის მხოლოდ ქონებისა და ძალაუფლების შესახებ. ის არის აგრეთვე ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა საბჭოთა სისტემა რეალურად. როგორ ერთი ადამიანი შეძლო შეექმნა პირადი იმპერია სისტემაში, რომელიც ოფიციალურად იყო წინააღმდეგი კერძო ქონებისა. როგორ შეძლო ის გაეკეთებინა ეს 10 წლის განმავლობაში, სტალინის ტერორის დროს, როცა ათასობით ადამიანი კლავდნენ უმცირესიეჩვისთვის. და რატომ არავინ არ აჩერებდა მას, სანამ არ იყო გვიან. გრიგოლ ბერიძე საუბრობს, ლაკობა იყო გენიოსი მანიპულაციაში. ის იცოდა, როგორ ეთამაშა ადამიანებს, როგორ გამოეყენებინა მათი სისუსტეები, როგორ შეექმნა ერთგულება. ის არასოდეს არ იყენებდა ძალას, თუ შეეძლო გამოეყენებინა დარწმუნება. ის არასოდეს არ იყენებდა ფულს, თუ შეეძლო გამოეყენებინა ინფორმაცია. ის იყო ჭადრაკის ოსტატი, რომელიც ყოველთვის ფიქრობდა 5 ნაბიჯით წინ. მაგრამ ბოლოს ის შეხვდა ადამიანს, რომელიც იყო უკეთესი თამაშში. ბერია იყო უფრო ჭკვიანი, უფრო სასტიკი, უფრო ამბიციური. და ბერიამ მოიგო. მაგრამ მოიგო თუ არა რეალურად ბერიამ? ანა სოხაძე ფიქრობს, რომ არა, ბერიამ მოკლა ლაკობა, მაგრამ ის ვერასოდეს იპოვა ლაკობას ქონება. ის ვერასოდეს გაიგო ლაკობას საიდუმლოებები. ის ვერასოდეს შეძლო შეექმნა ის, რაც ლაკობამ შექმნა აფხაზეთში. ბერია იყო ძლიერი, მაგრამ ის არ იყო ლიდერი. ლაკობა იყო ლიდერი. ადამიანები უყვარდათ ის, პატივს სცემდნენ მას, ერიდებოდნენ მას. ბერიას მხოლოდ ეშინოდნენ. და ეს არის განსხვავება. ეს განსხვავება ჩანს დღესაც 90 წლის შემდეგ ლაკობას სიკვდილის შემდეგ. აფხაზეთში ადამიანები კვლავ იხსენებენ ლაკობას როგორც გმირს, როგორც ლიდერს, როგორც მეფეს. მაგრამ ბერიას იხსენებენ როგორც მკვლელს, როგორც ღალატს, როგორც მონსტრს. ვასილი კრავჩენკო ამბობს, ისტორია არის მწერალი, რომელიც წერს სიმართლეს. და სიმართლე არის ის, რომ ლაკობა იყო დიდი ადამიანი, რომელმაც გააკეთა დიდი საქმეები. ის აგრეთვე იყო კორუმპირებული, ამბიციური, ხანდახან სასტიკი. მაგრამ ის იყო ჩვენი. ის იყო აფხაზეთის მეფე. და ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მას. მაგრამ რა არის ის, რაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ ლაკობას ისტორიიდან? რა არის ის გაკვეთილი, რომელიც ეს ისტორია გვასწავლის? გრიგოლ ბერიძე ფიქრობს, გაკვეთილი არის ის, რომ ძალაუფლება კორუმპირებს. აბსოლუტური ძალაუფლება კორუმპირებს აბსოლუტურად. ლაკობას ჰქონდა აბსოლუტური ძალაუფლება აფხაზეთში. და ის გამოიყენა ეს ძალაუფლება არა მხოლოდ კარგისთვის, არამედ აგრეთვე პირადი მდიდრობისთვის. ის შექმნა სისტემა, რომელიც იყო კორუმპირებული ძირიდან. და ეს სისტემა გაგრძელდა მისი სიკვდილის შემდეგ, მისი ვაჟის მეშვეობით და შესაძლოა გრძელდება დღემდე. ანა სოხაძე ფიქრობს განსხვავებულად, გაკვეთილი არის ის, რომ ერთი ადამიანი შეუძლია შეცვალოს ისტორია. ლაკობამ შეცვალა აფხაზეთი. ის გადააქცია ის ღარიბი რეგიონიდან მდიდარ, განვითარებულ ადგილად.
ის შექმნა სამუშაო ადგილები, ააშენა სკოლები, საავადმყოფოები, გზები. დიახ, ის აგრეთვე გამდიდრდა. მაგრამ ის არ იყო მხოლოდ ქურდი. ის იყო მშენებელი. და ჩვენ უნდა გავიხსენოთ ორივე. ვინ არის მართალი? ეს არის კითხვა, რომელზეც თითოეული უნდა გადაწყვიტოს თავად. მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, ლაკობას ისტორია არის რთული, მრავალშრიანი, სავსე წინააღმდეგობებით. ის არის ისტორია გმირობისა და კორუფციის, ლიდერობისა და ღალატის, სიყვარულისა და შიშის. ის არის ისტორია, რომელიც ასახავს თავად საბჭოთა კავშირს, დიდებულ იდეებს, რომლებიც კორუმპირდნენ ადამიანური სისუსტეებით. და ახლა 90 წლის შემდეგ ჩვენ კვლავ ვეძებთ პასუხებს. სად არის ლაკობას ქონება? რამდენი ფარული საწყობი არსებობს კიდევ? ვინ იცის საიდუმლოებები, რომლებიც ლაკობამ დატოვა? და რა მოხდება, როცა ეს საიდუმლოებები საბოლოოდ გამოვლინდება? ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ შესაძლოა არასოდეს ვიპოვოთ პასუხები. მაგრამ ძებნა გრძელდება. და შესაძლოა ერთ დღეს ვინმე იპოვის ის, რასაც ჩვენ ვეძებთ. და მაშინ საბოლოოდ ჩვენ გავიგებთ სრულ სიმართლეს აფხაზეთის მეფის შესახებ. 1955 წლის შემდეგ, როცა რაული ლაკობამ ამოიღო პირველი ნაწილი მამის ქონებისა ახალი აფონიდან, დაიწყო ახალი ეპოქა. მაგრამ ის, რაც მოხდა შემდეგ, იყო უფრო საინტერესო, ვიდრე თავად აღმოჩენა. გრიგოლ ბერიძე, რომელიც დაეხმარა რაულს იმ ღამეს, იხსენებს ერთ დეტალს, რომელიც შეცვალა ყველაფერს, როცა ხსნიდით ბოლოლარს ბუნკერში, ქვემოთ ოქროს მონეტების ქვეშ, ვიპოვეთ რვეული. არა ჩვეულებრივი რვეული, არამედ ლაკობას პირადი ჩანაწერები. იქ იყო ყველაფერი, ვისთან ჰქონდა შეთანხმება, რამდენ სიხდიდა, რა ინფორმაციას აწვდიდა, ვინ იყო მისი აგენტები. ეს იყო ბომბა, რომელიც შეეძლო აეფეთქებინა მთელი საბჭოთა ელიტა. რატომ დატოვა ლაკობამ ეს რვეული? რას გეგმავდა ის ამით? და რა გააკეთა რაულმა ამ ინფორმაციით? პასუხი ცვლის ყველაფერს, რასაც ჩვენ ვიცოდით ლაკობების შესახებ. რაული არ გამოიყენა ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ. ის გააკეთა რაღაც უფრო ჭკვიანი, ის შექმნა დაზღვევა. ვასილი კრავჩენკო იხსენებს, რაულმა გააკეთა 30 ასლი იმ რვეულისა. თითოეული ასლი იყო არასრული, მხოლოდ ნაწილი ინფორმაციისა. ის გაუგზავნა ეს ასლები სხვადასხვა ადამიანებს, რომლებსაც ენდობოდა სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა ქვეყნებში. ის უთხრა მათ, თუ რამე მომხდება ჩემთან, გახსენით ეს კონვერტები და გაუგზავნეთ ინფორმაცია პრესას. ეს იყო მისი სიცოცხლის დაზღვევა. და ეს მუშაობდა. როგორ იცოდა რაულმა ვის უნდა ენდო? რამდენმა ადამიანმა იცოდა ამ სქემის შესახებ? და არსებობს თუ არა ეს კონვერტები დღემდე? ანა სოხაძე, რომელმაც მუშაობა გააგრძელა სატრანსპორტო სფეროში ომის შემდეგ, იხსენებს უცნაურ ეპიზოდს. 1946 წლის გაზაფხულზე ჩემთან მოვიდა ერთი ქალი მოსკოვიდან. ის თქვა, რომ მუშაობდა არქივში და ეძებდა ინფორმაციას ლაკობას შესახებ. მაგრამ მისი კითხვები იყო ძალიან სპეციფიკური. ის არ აინტერესებდა ლაკობას პოლიტიკური საქმიანობა. ის აინტერესებდა მისი ფინანსური ოპერაციები, მისი საწყობები, მისი კონტაქტები საზღვარგარეთ. მე მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი მკვლევარი. ეს იყო ვინმე, ვინც ეძებდა ლაკობას ქონებას. ვინ იყო ეს ქალი? ვისთვის მუშაობდა ის? და იპოვა თუ არა მან ის, რასაც ეძებდა? დოკუმენტები, რომლებიც გაიხსნა 1990 წლებში, აჩვენებს, რომ KGB აქტიურად ეძებდა ლაკობას ქონებას 1950 წლებში. ისინი იცოდნენ, რომ ლაკობას ჰქონდა უზარმაზარი ქონება, მაგრამ ვერ პოულობდნენ მას. ისინი დაკითხეს ასობით ადამიანს, გაჩხრიკეს ათობით შენობა, გათხარეს ათობით ადგილი. მაგრამ ისინი ვერაფერი იპოვეს. რატომ? რადგან ლაკობამ გამოიყენა მეთოდი, რომელიც იყო წინ თავის დროზე, ის გადაიტანა ნაწილი თავისი ქონებისა საზღვარგარეთ. გრიგოლ ბერიძე საუბრობს პირველად ამ საიდუმლოების შესახებ. 1929 წლიდან 1932 წლამდე ლაკობა რეგულარულად მგზავრობდა თურქეთში. ოფიციალურად ეს იყო სავაჭრო მისიები, შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან. მაგრამ რეალურად ის ქმნიდა ფარულ ქსელს. ის ხსნიდა ბანკის ანგარიშებს ცრუ სახელებზე, ყიდულობდა უძრავ ქონებას, ქმნიდა კომპანიებს. ყველაფერი იყო გაკეთებული ისე, რომ არაფერი უკავშირდებოდა მას პირდაპირ. ის იყენებდა თურქ ბიზნესმენებს, რომლებიც არ იცოდნენ, ვისთვის მუშაობდნენ რეალურად. რამდენი ფული გადაიტანა ლაკობამ თურქეთში? რამდენი ქონება შეიძინა ის იქ?
და სად არის ეს ქონება ახლა? ექსპერტების შეფასებით, ლაკობამ გადაიტანა თურქეთში მინიმუმ 2 მილიონი ოქროს რუბლი, რაც დღევანდელ ფასებში შეადგენს დაახლოებით $6 მილიონ. ეს იყო უზარმაზარი თანხა იმ დროისთვის. მაგრამ ლაკობა არ შემოიფარგლა მხოლოდ თურქეთით. ვასილი კრავჩენკო იხსენებს, ერთხელ 1921 წელს ლაკობამ მიბრძანა მიმეყვანა ბათუმში. იქ ჩვენ შევხვდით ერთ ადამიანს, რომელიც ლაპარაკობდა უცხო ენაზე. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს იყო გერმანელი ბიზნესმენი. ისინი საუბრობდნენ 2 საათის განმავლობაში. შემდეგ ლაკობამ გადასცა მას ერთი დიდი ჩანთა. მე არ ვიცოდი, რა იყო იმ ჩანთაში, მაგრამ ის იყო ძალიან მძიმე. გერმანელმა გადასცა ლაკობას დოკუმენტები. შემდეგ ისინი გამოეთხოვნენ ერთმანეთს და გერმანელი წავიდა. რა იყო იმ ჩანთაში? რა დოკუმენტები მიიღო ლაკობამ? და რა იყო ეს გარიგება? პასუხი გვხვდება ერთ დოკუმენტში, რომელიც აღმოჩნდა ბერლინის არქივში 1995 წელს. ეს იყო ხელშეკრულება ერთ გერმანულ ბანკსა და ერთ ანონიმურ კლიენტს შორის, რომელიც ხსნიდა სეიფს. ხელშეკრულება იყო დათარიღებული 1931 წლის მაისით. კლიენტის სახელი არ იყო მითითებული, მაგრამ იყო ერთი დეტალი, რომელიც აკავშირებდა მას ლაკობასთან, ხელმოწერა. ექსპერტებმა შეადარეს ეს ხელმოწერა ლაკობას ცნობილ ხელმოწერებს და იპოვეს 90%-იანი დამთხვევა. ეს ნიშნავს, რომ ლაკობას ჰქონდა სეიფი გერმანიაში, სადაც ინახებოდა ნაწილი მისი ქონებისა. ანა სოხაძე ფიქრობს, რომ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. ლაკობა იყო ძალიან ჭკვიანი. ის არ ინახავდა ყველა კვერცხს ერთ კალათაში. ის ანაწილებდა თავის ქონებას სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ფორმებში. ოქრო აფხაზეთში, ფული თურქეთში, ბრილიანტები გერმანიაში, უძრავი ქონება საფრანგეთში. ის ქმნიდა იმპერიას, რომელიც გადარჩებოდა მის სიკვდილს. და ის გადარჩა. როგორ იცოდა ლაკობამ, რომ მას სჭირდებოდა ეს? როდის გადაწყვიტა ის დაეწყო ქონების გადატანა საზღვარგარეთ? და რა იყო ის, რამაც აიძულა ის ამის გაკეთებას? გრიგოლ ბერიძე ფიქრობს, რომ პასუხი მდგომარეობს ერთ მოვლენაში. 1930 წელს სტალინმა დაიწყო კოლექტივიზაცია. ეს იყო სასტიკი კამპანია, რომელმაც განადგურა მილიონობით გლეხი. ლაკობა ხედავდა, რა ხდებოდა. ის ხედავდა, როგორ კლავდნენ ადამიანებს, როგორ ართმევდნენ მათ ქონებას, როგორ ანადგურებდნენ მთელ ოჯახებს. და ის მიხვდა, რომ ერთ დღეს ეს შეიძლებოდა მოხდეს მასთანაც. ამიტომ ის დაიწყო მზადება. ის დაიწყო ქონების გადატანა ისეთ ადგილებში, სადაც სტალინის ხელი ვერ მიაღწევდა. ეს იყო გენიალური გადაწყვეტილება, რომელმაც გადაარჩინა ლაკობას მემკვიდრეობა. მაგრამ ეს აგრეთვე იყო გადაწყვეტილება, რომელმაც შეცვალა მთელი ოჯახის ბედი. რადგან როცა რაული ლაკობამ იპოვა მამის როეული 1955 წელს, ის აღმოაჩინა არა მხოლოდ ინფორმაცია ქონების შესახებ აფხაზეთში. ის აღმოაჩინა სრული რუკა ლაკობას საერთაშორისო იმპერიისა. ვასილი კრავჩენკო იხსენებს, როცა რაულმა წაიკითხა როეული, ის იჯდა ჩუმად 2 საათის განმავლობაში. შემდეგ ის თქვა, ვასილი, ჩემი მამა იყო არა მხოლოდ აფხაზეთის მეფე. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში. და ახლა ეს ყველაფერი არის ჩემი. მაგრამ მე უნდა ვიყო ფრთხილი. ძალიან ფრთხილი. რატომ უნდა ყოფილიყო რაული ფრთხილი? ვინ ეძებდა ამ ინფორმაციას? და რა საფრთხე ემუქრებოდა მას? პასუხი მოვიდა 1946 წლის ზაფხულში, როცა რაულს მოულოდნელად დაუკავშირდა ერთი ადამიანი მოსკოვიდან. ანა სოხაძე იხსენებს, რომ ამ ადამიანის შესახებ ესაუბრა რაულს მოგვიანებით. ის იყო მაღალი რანგის კეჯიბეს ოფიცერი. ის უთხრა რაულს, რომ იცოდა მისი მამის საიდუმლოების შესახებ. ის უთხრა, რომ ჰქონდა დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებდა, რომ ლაკობა იყო ქურდი და კონტრაბანდისტი. ის უთხრა, რომ შეეძლო ეს ინფორმაცია გამოეყენებინა რაულის წინააღმდეგ და განადგურებინა მისი კარიერა. მაგრამ ის აგრეთვე უთხრა, რომ შეეძლო ყველაფერი დაევიწყებინა, თუ რაული დაეხმარებოდა მას ერთ საქმეში. რა საქმე იყო ეს? რა მოითხოვა კეჯიბეს ოფიცერმა? და რა გააკეთა რაულმა? გრიგოლ ბერიძე საუბრობს, რაულმა გააკეთა ის, რაც მისი მამა გააკეთებდა. ის დათანხმდა. მაგრამ ის დათანხმდა თავისი პირობებით. ის უთხრა ოფიცერს, მე დაგეხმარები, მაგრამ შენ აგრეთვე დამეხმარები. მე მჭირდება დაცვა, მჭირდება ინფორმაცია, მჭირდება კავშირები. და ოფიცერი დათანხმდა. ასე დაიწყო რაულის ახალი ცხოვრება.
ის გახდა არა მხოლოდ ბიუროკრატი, არამედ აგრეთვე ინფორმატორი, აგენტი, მანიპულატორი. ის გახდა ახალი ლაკობა, მაგრამ უფრო საშიში ვერსია. როგორ მუშაობდა ეს სისტემა? რას აკეთებდა რაული კეჯიბესთვის? და რას იღებდა ის სანაცვლოდ? პასუხი ცვლის ყველაფერს, რასაც ჩვენ ვიცოდით რაულის შესახებ. ის არ იყო უბრალოდ ბიუროკრატი, რომელიც იყენებდა მამის ქონებას. ის იყო აქტიური მოთამაშე საბჭოთა ძალაუფლების თამაშში. ვასილი კრავჩენკო იხსენებს, რაული აწვდიდა კეჯიბეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ რას აკეთებდა კავკასიაში. ვინ იყო კორუმპირებული, ვინ იყო არაერთგული, ვინ ჰქონდა ფარული ბიზნესი. სანაცვლოდ კეჯიბე იცავდა მას, აძლევდა მას ინფორმაციას, ეხმარებოდა მას ბიზნესში. ეს იყო სრულყოფილი სიმბიოზი. რაული იყენებდა კეჯიბეს, კეჯიბე იყენებდა რაულს. და ორივე მათგანი იგებდა. რამდენ ხანს გაგრძელდა ეს? რამდენი ადამიანი დაზარალდა რაულის ინფორმაციის გამო? და რა იყო ის, რაც საბოლოოდ შეაჩერა ეს სისტემა? პასუხი მოვიდა 1957 წელს, როცა დაიწყო ახალი რეპრესიების ტალღა. სტალინი ეჩვობდა ყველას, განსაკუთრებით იმათ, ვინც ჰქონდა კავშირები საზღვარგარეთ. ანა სოხაძე იხსენებს, რაულმა გაიგო, რომ კეჯიბე იწყებდა გამოძიებას მის შესახებ. ისინი იცოდნენ, რომ მას ჰქონდა ქონება საზღვარგარეთ, მაგრამ არ იცოდნენ სად და რამდენი. რაული მიხვდა, რომ საფრთხე იყო რეალური. ამიტომ ის გააკეთა რაღაც, რაც მისმა მამამ ვერ შეძლო, ის გაქრა. როგორ გაქრა რაული? სად წავიდა ის? და როგორ შეძლო ის ამის გაკეთება? გრიგოლ ბერიძე საუბრობს ამ საიდუმლოების შესახებ, რაულმა გამოიყენა მამის ძველი ქსელი. ის დაუკავშირდა ადამიანებს თურქეთში, გერმანიაში, საფრანგეთში. ის მოაწყო თავისი სიკვდილი. ოფიციალურად რაული ლაკობა გარდაიცვალა ავტომობილის ავარიაში 1957 წლის ოქტომბერში. მაგრამ სხეული, რომელიც იპოვეს, არ იყო რაულის. ის იყო სხვა ადამიანის სხეული, რომელსაც ჰქონდა მსგავსი აგებულება. რაული გაიქცა თურქეთში, შემდეგ გერმანიაში, შემდეგ საფრანგეთში. ის იცხოვრა იქ ახალი სახელით, ახალი ვინაობით, ახალი ცხოვრებით. როგორ შეძლო რაულმა ამის გაკეთება? ვინ დაეხმარა მას? და რა გააკეთა ის საფრანგეთში? პასუხი გვხვდება ფრანგულ არქივებში, რომლებიც გაიხსნა 2015 წელს. იქ არის დოკუმენტები ერთი ადამიანის შესახებ, რომელიც ცხოვრობდა პარიზში 1947-დან 1992 წლამდე. მისი სახელი იყო ნიკოლა ლაკოსტი. ის იყო წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც მუშაობდა იმპორტ-ექსპორტის სფეროში. ის ჰქონდა კომპანიები საფრანგეთში, შვეიცარიაში, ლიხტენშტეინში. ის იყო მდიდარი, პატივსაცემი, გავლენიანი. მაგრამ ის აგრეთვე იყო ძალიან ფრთხილი. ის არასოდეს არ საუბრობდა თავის წარსულზე, არასოდეს არ ხვდებოდა რუსებს, არასოდეს არ მგზავრობდა საბჭოთა კავშირში. ვასილი კრავჩენკო, რომელიც შეხვდა რაულს ბოლო დროს 1957 წლის სექტემბერში, იხსენებს, რაულმა მითხრა, ვასილი, მე ვტოვებ ყველაფერს. ჩემი ცხოვრება აქ დასრულდა. მაგრამ ჩემი მამის მემკვიდრეობა გაგრძელდება. მე წავიღებ მასთან ერთად ყველაფერს, რაც მან შექმნა. და ერთ დღეს, როცა დრო მოვა, ეს ყველაფერი დაბრუნდება აფხაზეთში. ეს არის ჩემი აღთქმა. ეს არის ჩემი მამის აღთქმა. შეასრულა თუ არა რაულმა ეს აღთქმა? დაბრუნდა თუ არა ლაკობების ქონება აფხაზეთში? და სად არის ეს ქონება ახლა? პასუხი არის რთული და მრავალშრიანი. ნიკოლა ლაკოსტი, ანუ რაული ლაკობა, ცხოვრობდა პარიზში 55 წლის განმავლობაში. მან შექმნა წარმატებული ბიზნესი, გამდიდრდა კიდევ უფრო, ჰქონდა ოჯახი, შვილები, შვილიშვილები. მაგრამ ის არასოდეს არ დაივიწყა თავისი წარმოშობა. ანა სოხაძე, რომელმაც შეძლო დაუკავშირდა რაულის ერთ-ერთ შვილიშვილს 2015 წელს, იხსენებს, შვილიშვილმა მითხრა, რომ რაული ყოველთვის საუბრობდა აფხაზეთზე. ის ყოველთვის ამბობდა, რომ ერთ დღეს ისინი დაბრუნდებოდნენ. ის ყოველთვის ინახავდა რუკებს, დოკუმენტებს, ფოტოებს. ის ყოველთვის ამბობდა, რომ ეს ყველაფერი ეკუთვნოდა აფხაზეთს და უნდა დაბრუნებულიყო. მაგრამ რატომ არ დაბრუნდა რაული? რატომ არ დაუბრუნა ის ქონება? და რა მოხდა მის სიკვდილის შემდეგ? გრიგოლ ბერიძე ფიქრობს, რომ პასუხი მდგომარეობს პოლიტიკაში. რაული ელოდა სწორ მომენტს.
ის ელოდა საბჭოთა კავშირის დაშლას, ელოდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ელოდა დროს, როცა ის შეძლებდა უსაფრთხოდ დაბრუნებულიყო. მაგრამ ეს დრო არასოდეს არ მოვიდა. საბჭოთა კავშირი დაიშალა 1991 წელს, მაგრამ აფხაზეთი ჩაება ომში. რაული იყო უკვე ძალიან მოხუცი, რომ დაბრუნებულიყო. ის გარდაიცვალა 1992 წელს, 89 წლის ასაკში, პარიზში, ვერ შეძლო თავისი ოცნების განხორციელება. მაგრამ რა მოხდა მის ქონებასთან? ვის დარჩა ის? და სად არის ეს ქონება ახლა? ეს არის კითხვა, რომელზეც არავინ იცის ზუსტი პასუხი. რაულის შვილებმა და შვილიშვილებმა მიიღეს ნაწილი მისი ქონებისა საფრანგეთში. მაგრამ ის ქონება, რომელიც იყო აფხაზეთში, თურქეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ეს ყველაფერი დარჩა საიდუმლო. რაული დატოვა ინსტრუქციები, დატოვა რუკები, დატოვა კოდები. მაგრამ ის არ უთხრა თავის შვილებს ყველაფერი. ის უთხრა მათ მხოლოდ ერთი რამ, როცა დრო მოვა, თქვენ იცოდეთ, რა უნდა გააკეთოთ. მაგრამ როდის მოვა ეს დრო? რა არის ის ნიშანი, რომელიც უთხრა მათ, რომ დრო მოვიდა? და მოვიდა თუ არა ეს დრო?